gon' do this. ესე იგი, დაამთავრა სკოლა, მაგრამ სკოლასთან ერთად ვსწავლობდი მუსიკალურში, ანუ კონსერვატორიის ტექნიკური დავასრულე 9 წლები, მანამდე კიდე 7 წლები იყო. ოღონდ 7 წლები, შემდეგ კიდე 4 წელი ვისწავლე და ჯამში ეს გამოვიდა 11 წლები. მაგრამ ქვია 9 წლები, ანუ ესე მუსიკალური განათლებაც მაქვს და ისეც სკოლას დავუმთავრე და არ ვიცი, ჯერჯერობით არ გვაგზელება სწავლის. იქნებოდი ნავიც ის ვინც ვარ. ესე არავინ არ მყავს, არაფერი არ მინდა. ბრძოლის უნარიანობა მომწონს, თავდაჯერებულობა ჩემი საქმის მიმართ ოღონდ, მხოლოდ. და ის მომწონს, რომ რაც უფრო ბევრი მარცხი მხდება, ესე ვთქვათ, მე მით უფრო ეს რატომღაც არ ვიცი, მაგრამ სტიმულს მაძლევს, რომ უფრო ბევრი რაღაც უნდა გავაკეთო და უფრო კარგი უნდა ვიყო, ვიდრე ვარ. არა, კუმირი არ მყავს. მაგრამ ეს რაღაც გამორჩეულად ერთი ადამიანი კუმირი არ მყავს. არა. ვაიმე სპორტი იცი როგორ არ მეხერხება, არ და კალათბურთზე ვგიჟდები მართლა, ანუ აი ძალიან მიყვარს მეგობარიც მყავს კალათბურთელი და ყოველთვის დავდივარ ხოლმე თამაშებზე რაღაცა ნაკრებში თამაშობს და სულ რაღაც ბალეში ყო რაღაცა მიდი, მაგრამ მე როცა ვცადე რამოდენიმე აი დებილი ვარ ამ საქმეში, აი არ მეხერხება. ამიტომ უბრალოდ გამოდივარ რაღაცა მოყვარული კალათბურთის. ბავშვობაში ყველაზე მეტად მინდოდა სცენაზე დადგომა, აი პატარა როცა ვიყავი ხოლმე სარკის წინ დავდგებოდი. თაროზის თოჯინებს დავსვამდი, ვითო იყვნენ ჩემი მსმენელი, ესე ვთქვა და მე რაღაცა მღეროდი ჭკუაზე არ ვიყავ, ეს თვალახოჭული ეღოთ თავი რაღაც მეგონა სადღაც არ დიდ სცენაზე. და მინდოდა რაც მთავარია ყოფილიყავი კარგი მუსიკოსი და მქონდა ჩემი შემოქმედება და რაღაცა მხოლოდ ქავერებით არ განსაზღვრულიყო ჩემი მუსიკალური რაღაცა გზა, ესე ვთქვათ. რასაც მივაღწია რეალურად, მაქვს ჩემი შემოქმედება, სცენაზეც დგავარ, მაგრამ ეს არ თმარა, მინდა უფრო მეტი და მეტი. ხატვა მინდა ვიცოდე ძალიან. იმისთან მიუხედავად, რომ ხატვას დავდიოდი რამოდენიმე წელი, არა, აი დათვების გარდა ვერაფერს ვერ ხატავდი, ისიც ბავშვობაში. არ გამომდის, არა და ძალიან მინდა მართლა ფიქრობ ყოველთვის, რომ როცა ცუდად ვარ და რაღაც კი მუსიკა მართლა მეხმარება, მაგრამ სულ მგონია, რომ ხატვა რატომღაც აი რაღაც ისეთია, რაც მართლა რეალურად გამშვიდებს ადამიანს და ელემენტარული რაც არ უნდა დახატო, როცა ხატავ თითქოს შენი ტკივილი რა ყველაფერი გადაგაქვს აი იმ ტილოში თუ რაც იქნება ფურცელზე რაც არის. სამწუხაროდ არანაირი ნიჭი არ მაქვს ხატვის. ჰობი ხატვების კეთება. მართლა ძალიან მიყვარს. რას არ გავაკეთებ არასდროს? არასდროს არ მოვატყუებ საყვარელ ადამიანს. და არასდროს ზურგს არ ვაქცევ ისეთ ადამიანს, ვინც ვხედავ, რომ მისი მიზნისთვის ბრძოლობს და მართლაც რომ აი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აი რაც აქვს მიზანი, ოცნება, ესე ვთქვათ, აიხდინოს. არასდროს ზურგს არ ვაქცევ ეგეთ ადამიანს და პირიქით, როგორც შემეცდება, ყოველთვის დავეხმარები. ალბათ იმიტომ, რომ საკუთარ თავს დავინახავ მაშინ, მაგრამ ესეა. აი ეხლა რადგან არ მახსენდება, ესე იგი არაფერს არ ვნანებ რეალურად. მართლა სულ იმას ვამბობ ხოლმე, რომ აი რატომ და ინანო, რაც თუნდაც მომხდარა, იმიტომ რომ რაც მოხდა და თუნდაც გავიარეთ ხო ნებისმიერმა ადამიანმა ცხოვრებაში ეს იმიტომ მოხდა, რომ საჭირო იყო და გვესწავლა რაღაცეები. არაფერს არ ვნანებ, რაც გავაკეთე. იმ მომენტში მე ალბათ მსიამოვნებ და ან მაბედნიერებ და სულ ეგ არის რა. მაიმე პირველი კი არა მგონი პირველი და ბოლოც იყო. საერთოდ როდის მქონდა ურთიერთობა ვინმესთან არც მგონია არასდროს ისეთი ურთიერთობა. არ მიყვარს ეგეთ რაღაცა სულ მგონია რა აი თუ მოვა ერთხელ მოვა სიყვარული და მორჩა. და პირველი კოცნა იყო ბავშვობაში. ვაიმე ვინ იყო პირველი კოცნა? მგონი იყო ლუკა ჩემი მეგობარი მალიცკი არ ვიცი აი არ მახსოვს დაბადების დღეზე პატარა როცა ვიყავ რაღაცა ფოტო მაქვს რომ კოცნის საჭიროა როცა მაცავს და ეგ იყო ალბათ არ ვიცი სიყვარული ანუ არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება დედის მიმართ ეს იქნება რაღაცა
ქალს და კაცს შორის. სიყვარული ზოგადად მართლა ისეთი რაღაცა ადამიანისთვის ის გარეშეც აი მე მაგალითად აი რო არ მყავდეს დედა და აი ეს სიყვარული არ გამაჩნდეს, ან მეგობრული სიყვარული მე მართლა გამიჭირდებოდა ამის გარეშე, თუნდაც ის რომ აი ავდგე და რაღაცა გავიღიმო. და იმის მიუხედავად რომ სიყვარული რა თქმა უნდა არის ურთიერთგაგება და ასე შემდეგ, მაინც მთავარი რაც არის რომ ადამიანს ესე ვთქვათ როგორ ვთქვა, არ ვიცი. ადამიანს გაძლევს ძალას, სიყვარული გაძლევს იმედს, რაც მთავარია, რომ იარსებო და იცოცხლეს. უბრალოდ რომ ისუნთქო ხო არ არის. როდის ვიყავი ყველაზე ბედნიერი? იცი როდის ვიყავი ყველაზე ბედნიერი, როცა მამიდა გარდამეცვალა და რაღაცა სახლში ვიყავი, გიტარა მეჭირა ხელში, უბრალოდ მაშინ არც ვიცოდი რომ მე შემეძლო საკუთარი მუსიკა შემექმნა. და რაღაცა უბრალოდ ესე გიტარაზე ვუკრავდი, ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი და შემთხვევით დავწერე პირველი ჩემი სიმღერა. აი მართლა უაზროდ ბედნიერი ვიყავი და ამაყი ვიყავი საკუთარი თავის, რომ აი მე შეუძლებდა მექნება საკუთარი მუსიკა და არ ვიცხოვრებ სხვისი მუსიკით. მამაკაცი არავინ არ არის ჩემთვის. მართლა. ალბათ პარტნიორი უფრო რომელიც უნდა ყავდეს ცხოვრებაში, თუ გჭირდება, რა თქმა თუ გინდა შენ თორე. აი ეს რაღაცა მამაკაცი მე ამაში მეხმარება, მამაკაცის არ არის სისულელეა, არავინ არ არის ჩემთვის მამაკაცი. ბრძოლა. ყოველთვის არ ვიცი ძალიან ბევრი რაღაც, შეიძლება რაღაც გამოგივიდეს უცებ, აი რაღაც მომენტია რომ всё გამომივიდა, ხო? მერე უცებ რაღაც მეორე დღე მოდის და ის საერთოდ აღარ არსებობს, რა კიდე უფრო მეტი უნდა იბრძოლო, რომ კიდე უფრო მეც მიაღწიო და აი ზოგადად ეს სფერო, მუსიკის სფერო ისეთი რაღაცაა, რომ აი არ უნდა გაჩერდე, ყოველთვის რაღაცა უნდა აკეთო, რომ არ დაიკარგო და ყოველთვის ახსოვდე მსმენელს. აი ესაა ყველაზე მაგარი მართლა. საუკეთესო რაც არა ვინც მყავს, ეს არის მართლა დედა ჩემთვის. და რაც მაქვს ეს არის ჩემი სათამაშო ზრუპუციკი. დათუნია. ვინ მინდა რომ გავიცნო? ძალიან მინდა რომ გავიცნო Beth Hart. ვგიჟდები მაქალზე, მართლა როგორც მუსიკოზე ძალიან მიყვარს და დიდი სიამოვნებით გავიცნობდი რა, ვიმღერებდი კიდეც მასთან ერთად. მართლა. იცი ის ამჯერა, აი რომ ამბობენ ხოლმე რომ აი შეუძლებელია ეს რაღაცა გააკეთო. ამჯერა ეგეთ რაღაცეების, რომ აი რაღაცა არის შეუძლებელი. ვერავინ ვერ დამაჯერებს მაგას, იმიტომ რომ არ არსებობს ადამიანმა რაღაცა მოინდომოს და ეს არ გამოვიდეს. თუ გულით გინდა რეალურად და მართლა ამისთვის შენ ყველაფერს აკეთებ, ყველაფერი გამოგივა რა. აი არ ვიცი რა უნდა მითხრას ვინმე რითი უნდა დამაჯეროს ეგეთი რაღაცა, რომ შეუძლებელია რაღაც, თუნდაც ყველაფერია შესაძლებელი. განვიცდი უმამობას. მაკლია ძალიან და განსაკუთრებით მაშინ, როცა მღერი და სცენაზე ვდგავარ, მართლა ძალიან მაკლია. აი, ის რომ შეუძლებელი არაფერია. ყოველთვის მაგას ვამბობ და უკვე რაღაცას რომ მეტყვიან, რომ აუ არ გამოვიდა და მე უკვე რომ დავთქვა, უკვე იციან, ვიცით რომ შეუძლებელი არაფერია. სულ მაგას ვამბობ, მართლა და მეც ეგ მეხმარება რა. რაღაც ესე ფახმალი არ დავყარო და კიდე უფრო ბევრი რაღაცა გავაკეთო. ყველაზე რთული იყო, როცა წამოვედი თბილისში საცხოვრებლად, სრულიად მარტო. არავინ არ მყავდა აქ. და ესე ბინა უნდა მექირავა, რაღაცა სამსახური მეშოვა, რაღაცა გამეკეთებინა ჩემთვის, ჩემი კარიერისთვის. ეს იყო ძალიან რთული, მართლა პირველი 2 თვე, არ ვიცი, უაზროდ მიჭირდა. მაგრამ ეგეც გადავლახე. ეხლა უკვე კარგად ვარ. ისიც ძალიან რთული იყო რეალურად X Factor-ის პერიოდი, რაც მანდ ვიყავი, მაგრამ ვერ შეედრება იმას, რაც იყო მარტო ყოფნა ამ ქალაქში. ყივილი არის ის, რაც გაძლიერებს რა, მეტი რა ვთქვა, მართლა. მწვენეა იცი ისი, ანუ აი ქართველი ხალხის შეხედულების რა, აი ამ თუნდაც შოუ ბიზნესის არ ვიცი, ანუ აი ეს რაღაცა რომ სცენაზე რომ გამოდიხარ, უნდა გეცვეს რაღაცა ბოლომდე მთლიან სავსე კაბა, უნდა მღეროდე რაღაცა ძალიან მოწიწები და მონალიზა უნდა იყო, რომ ქართულ ხალხს მოეწონო. არ უყვართ არც ინდივიდიზმი უყვართ, არც რაღაცა დიფერენტობა, არაფერი არ უყვართ საერთოდ.
ხო და ისე დადექი და იმღერე და აი შენ ხარ რაღაცა celebrity crush უცებ არანი ეგრე მწვენია მართლა როცა ვკითხულობ ამ ქართველი ხალხის კომენტარებს რა უნდა ვთქვა რა ამიტომ სულ ჩუმად ვარ ხოლმე არც ზედმე არც არაფერს წერ არც არაფერს ვეუბნები იმიტომ რომ ვიცი რომ აზრი არ აქვს უარესად შემომიტევენ და ამიტომ აი დავიტოვებ ჩემში ამ სირცხვილს ბოდეს ფაიმე აი არასდროს არ ჩავიცი მართლა გამომწვევად არც სცენაზე არც ისე იმიტომ რომ მე თვითონ ძალიან მეცინება როცა აი რაღაცა აი მაღლებსაც კი ვერ მიცვევ და აი რა გამომწვევდა ჩავიცვა მე даже X-Factor-შიც რო ვიყავ რაღაცა კაბებს რომაც მევდნენ და მაღლები აი არ ვიცი სცენამდე როგორ მივდიოდი მართლა ჩოლებად ესე მივყავდი ხალხს რომ აი აღონ არ წავიქცე და სცენაზე ვაფშე ფეხს ვერ ვადგამდი ისე მიდექი ისე მღეროდი იდიოტებით არ ვერაზოს ვერ ჩავიცმე ვერც მაღლებს ვერც გამომწვევად არ შემიძლია ნაკლების მოთამაშე ელენე ილურიძე კალათბურთელი ტელეფონი აუცილებლად ყურსასმენები და უსაფრთხო ხან როგორია მართლა იმიტომ რომ დილით როცა ვიღვიძებ ჩემი თუ ვიღვიძებ როცა მინდა მაშინ ძალიან კარგ ხასიათზე ვარ ავიღებ გიტარას რაღაცა ხან კლავიშს მიუჯდები რაღაცა ჩაი თუ მაღვიძებენ არ ვიცი აი საშინელება ვარ ჩვეულებრივად არც ვიღიმი რა გიტარა რა კლავიშა ეგეთ დავდივარ დაეტიანებული და რაღაც ძალიან ცუდ ხასიათზე ხო წავედი რაღაც საქმე მაგისა ის რაღაცა მოვალისებ სახში დავждები არაფერი არ ხდება თუ ცუდ ხასიათზე გამაღვიძეს მაგრამ თუ შემით გავიღვიძე ძალიან კარგი ვარ მართლა ესე ავდგები დილით გამიმზადებ ჩაის საჭმელს რა თქმა უნდა აი მართლა ისე არ გადის დილა რომ რაღაცა კლავიშზე არ დავუკრა ან გიტარაზე რაღაცა არ წავიმღერო მაინც რაღაცა ეს მე სიამოვნებს თან სახლი მაქვს როგორი იცი ანუ ფანჯიდან პირდაპირ ვხედავ ხალხს ანუ ისეთი ადგილია სულ ხალხი მოძრაობს და მიყვარს აი ფარდას როცა გადავწევ ხოლმე კლავიშიც იქვე ფანჯარასთან მიდგას და მიყვარს როცა რაღაცას ვუკრავ ამღერი და ამ ხალხს რო ვუყურებ ეს არის მართლა ძალიან მაგარი რაღაცა და იმის მიხედვით უკვე რატომღაც ესე ვარ არ ვიცი აი დილით როცა ხალხს შევხედავ ან ცუდ ხასიათზე ვდგები ხოლმე ან ძალიან კარგ ხასიათზე არ ვიცი რატო ვარ ესე მაგრამ სულ ეგრეა იყო როგორ არა საოცრება იყო ვიღაცამ ესე თქვა გაავრცელა რომ მე ვარ ლესბოსელი ხო ეს აჩვეულებრივა და მე აღმოჩნდა რომ ანუ დეიდაჩემმა რაღაცა იქ ატყდა ერთი ამბავი ესა დეიდაჩემ რაღაც დაუწერა ნუ იმ ადამიანის პასუხი იყო რომ დეიდაჩემის ლესბოსელია და იმიტომ იცავს ამიტომ ნუ ესეთ რაღაცებს ამყვები ხოლმე იყო სწორია და ვსე მოგონებები უფრო მახსენდება კარგად მახსენდება აი ის პერიოდი როდესაც ნელა ვაცნობიერებდი რაღაცა ეს მუსიკა იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი აი სტუდიაში როცა დავდიოდი ქართულ ხალხურ სიმღერებს როცა მღეროდი ან გალობდი კიდეც ეს მართლა კარგად მახსენდება იმიტომ რომ აქედან წამოვიდა ყველაფერი რაც ეხლა გამაჩნია მუსიკალურადაც და ისეც ადამიანურადაც გველების აი მეც როგორ მეშინია აი ძალიან გველის და სიკვდილის ეს ჩემთვის არის აი სიკვდილი ხო თქო და უმარცხებელია მაგრამ გველი რო დავინახო არ მჭირდება მისი არაფერი მე თვითონ მოვკვდები იქვე ისე მეშინია სხვა რთული ხასიათი მაქვს ძალიან ხან ანუ აი შეიძლება მოხდეს ისე რომ მეგობარსაც კი რაღაცა აი ძალიან უხეშად უთხრა და მე კი ხვდები რომ ანუ რატო უთხრა რაღაც მაგრამ იმ მომენტში ვერ ვაკონტროლებ რა ანუ რეალ ვერ ძივარ ეხა მეპატიება მაგრამ აი არ ვიცი იშვიათია რომ ადამიანთან რაღაცა გავიხსნა ბოლომდე აი იცი რა მე მას მოусმენ მართლა ყველანაირ დავეხმარებ მაგრამ მე არ ვილაპარაკებ ჩემს რაღაცა პრობლემებზე და ასე შემდეგ მასთან ესეთი მყავს რამდენიმე ადამიანი და სულ მართლა იმაზე აქვთ უფრო სწორად ჩხუბი ჩემთან რომ აი ნუ ხარ ესეთი უხეში და ჩემს კი მეუბნება ხოლმე რომ აი ხო ხედავ რომ რამდენს გიკეთებ შენი მეგობრები ნუ ხარ უხეში მასთან პირიქით რაღაც დაუფასეთ ფილად იყავი არა მე მაინც აი ჩემ დაუნებურად მართლა განა მე ვერ ხვდები რომ რაღაცა ცუდად გამომივიდა მაგრამ და ექსი უხეშე და ესეთი ხასიათი სხვა შორის ძალიან მადგება მუსიკალურ სამყაროში იმიტომ რომ როდესაც რაღაცა მეუბნებიან კარგს
აი არ ვარ ისეთი, რომ ვაიმე კარგი მითხრა და აი всё, დამთავრდა ყველაფერი, რა სისულელია. ნუ კარგი მითხრა, მორჩა. სხვა რაღაცეები გრძელდება და ამიტომაც მაქვს ეს შინაგანი რაღაცა, რომ რაც არ უნდა მითხრა, რაც არ უნდა მოხდეს, მე მაინც ჩემი საქმე უნდა გავაკეთო და მორჩა არავის არ უსმენ არასდროს. რაიმეს მეტყვის, მეც ვეტყვი ძალიან სუდათან, მაგრამ ანუ მე ხერხება რაღაცაი თავის შეკავება. შემიძლია დიდი ხანი რაღაცა არაფერზე აი ჩავყვაბო, მაგრამ თუ უკვე ზედმეტი მოვიდეთ, მანდ უკვე ძალიან ცუდი ვხდები. აუ, ერთი ჩვევა მაქვს, ეს მიკროფონი როცა მაქვს ხოლმე ხელში. სულ ვიცი, აი ახლოს ძალიან ტუჩებთან რა არა, ის მაგაზე მეუბნებია რომ გაწიე წინ. აი მე განა არ ვიცი ეს რაღაცა ძალიან ის, მაგრამ ის სულ აი დაჟე რამდენჯერაც აი პროექტის განმავლობაში რომ მიყურებია ჩემი სულ მოგდორი ეს მიკროფონი რა შვებია ამით რას ვერ გადავეჩვია მარტო ყველგან სადაც კი უმღერი სულ ეს აი ესე უნდა მქონდეს ახლოს მიკროფონი რატო არ ვიცი ის ისეთი გოგოა ესე უბრალოდ არ გაჩერდება და ბევრს გააკეთებს იმისთვის რომ მიაღწიოს მის სანწელ მიზანს მართლა სულ მაგას ამბობენ ხოლმე და მეც მეუნებიან რომ აი ვიცით რომ არ გაჩერდები და რაღაცა უფრო მეც გააკეთებ და რეალურად ეს მართლა მოსწონთ მათ ჩემში და მეც რაღაცა უფრო სტიმულს მაძლევს როცა აი მეგობარი დედა თუნდაც და ახლობელი გეტყვის რომ აი ჩვენ ჯერა შენი რა რავი კიდე რას ამბობენ ну იმას ამბობენ რომ საშინელი ხასიათი მაქვს იმას ამბობენ რომ არ ვიცი ადამიანის მოსმენა, სულ ჩემი გამაქვს, ვარ ჯიუტი და დედა ჩემი ამბობს ხოლმე სულ რომ აი რაც არ უნდა მითხრას, ხო აი მე თუ რაღაცა მინდა არ შევიცვლი აზრს, დავუსაბუთებ რატომ მინდა ეს, რის გამო და სიტყვიად რაღაცას არ გავაკეთებ, მაგრამ მაინც გავაკეთებ. ოღონდ დავასაბუთებ, რა თქმა უნდა, ვიტყვი რატო, რის გამო, რისთვის არის ეს კარგი, რისთვის ცუდი. მაგრამ რაც რაღაცას მეუნებია რომ აი მარიამ რაღაცა ეს არ გააკეთო, სულ იმას ვაწყობ, ხო მე ვიცი რა არის შევთვის ცუდი და კარგი. და სულ ესე რავი. ესე ცხოვრობ ბედნიერად. არ ვიცი, ანუ არ მქონია ეგეთი არანაირი შემოთავაზება და ესე ხა არ ვიცი. ალბათ იცი რა რეალურად ანუ რაც არ უნდა გადამიხადონ ხვის სურვილს არასდროს აი ავახდნენ ესე თქვა ანუ მე არ გავაკეთებ იმას რაც უნდა სხვას. არ მჭირდება მე არანაირი ფული თუ მე მინდა ისედაც გავაკეთებ რაც არ უნდა იყოს რა. წინა ცხოვრების მჯერა რეალურად მართლა ანუ ეგეთ რაღაცების მჯერა რა ანუ რავი და ვინ ვიყავი არ ვიცი. ალბათ პრეზიდენტი რომელიმე ქვეყნის არ ვიცი მართლა არ ვიცი. ეხლა თუ თქვი რაღა გაუცდებიან მაშინ არ მიტყვი. დარჩე საიდუმლოდ მაგრამ მართლა გაუცდებიან. ვაფასებ შრომას მართლა ძალიან ვაფასებ და ვაფასებ იმ ადამიანებს ვინც არ იტყუება რა ყოველთვის ამბობენ სიმართლეს რაც არ უნდა ეს რაღაცა მწარე სიმართლე იყოს რაც არ უნდა რთული მისაღები იყოს მაინც ამბობენ სიმართლეს ჩემთვის წარმატება დაიწყო მაშინ როცა პირველი სიმღერა დავწერე 10 წლის როცა ვიყავი როგორც მუსიკოსი რა თქმა უნდა მინდა დამიმახსოვრო როგორც მუსიკოსი და გოგო რომელსაც უფრო სწორად არ სჭირდება არავინ რომ მიაღწიოს რაღაცას